ფეროელთა სოლიდარობა მაღაროელებს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მიმდინარე გაფიცვას ზესტაფონის ფეროშენადობთა ქარხნების მშრომელები პირველი დღიდანვე უთანაგრძნობენ როგორც ერთი კომპანიის ფლობელობაში არსებული საწარმოს წარმომადგენლებს. 15 ოქტომბერს ხელფასის 100%-იანი ზრდის მოთხოვნით დაწყებული საგაფიცვო მოძრაობა ჭიათურაში დღეისათვის შიმშილობაშია გადაზრდილი. ჭიათურის სამთო გამომდიდრებელი კომბინატი არის კომპანია ჯორჯია მანგანეზის შემადგენელი ნაწილი. ისე როგორც ჩვენ, აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენ ერთი მმართველი კომპანია გვყავს ურთავეს, ჭიათურაში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად გვაინტერესებს რა ხდება იქ. ჩვენ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით ადგილზე, გავცნობილიყავით სიტუაციას და გაფიცვის მეორე დღესვე ჩვენი წარმომადგენლები მივავლინეთ ჭიათურაში, გავერკვიეთ სიტუაციაში და რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, იქ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. იმდენად მძიმე, რომ ადამიანებმა დაიწყეს უკვე შიმშილი. მждომარი აქცია არის ითხვისის მაღაროში შიგნით 2 კილომეტრის სიღრმეში შესული ადამიანების ზიან და არიან გაფიცულები. გაფიცვა დაიწყო შუხუთის მაღაროში, ასევე გვირაბში არიან შესული ადამიანები და იმ სიტუაციაში ესე იგი მждომარი აქციით გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, მათ შორის ერთ-ერთმა ბატონმა ნუგზარ შეღილაძემ გვირაბ გამყვანმა დაიწყო შიმშილობა და გაცხადებული აქვს, რომ სანამ საკითხები არ გადაწყდება ისე, როგორც გაფიცულები მოითხოვენ, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. გადაწყვეტილება მიიღეს დღეს, რომ ამ მოშიმშილე ნუგზარ შეღილაძეს შეუერთებიან სხვა ადამიანების გამოუცხადებენ შიმშილობას. გარდა მაგისა, რომ გვირაბებში ხდება ესეთი რამე, გარეთ ტრესტის შენობასთან, ჭიათურის სამმართველოს ტრესტის შენობასთან შეგრებილი არიან ადამიანები, ისინი თანათან მრავლდებიან და აგრძელებენ ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს დაწყილ, ასე ვთქვათ, აქციას მოთხოვნით. პირველი მოთხოვნა არის ხელფასების მომატება 100%-ით. შავი ოქროს საბადო წოდებულ საწარმოში 3711-ვე მუშაა გაფიცული. საბადოს თანამშრომლების მოთხოვნაში ამ ეტაპზე ხელფასის ზრდასთან ერთად სამუშაო უბნების გადაიარაღებაც შედის. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაკა კვარაცხელიამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ბევრი საკითხი, რის შესახებაც გაფიცულები საუბრობენ, ადმინისტრაციისათვის ამ დრომდე უცნობი იყო. ამიტომ გადაწყდა სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც 4 საათიდან საკითხებზე მუშაობას დაიწყებს. ამასობაში კი იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირმა შეპესე ჯორჯიან მანგანეზის გენერალურ დირექტორს ლოზინსკის ინფორმაცია მიაწოდა ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროსა და ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატის მშრომელთა წინაშე დასმული პრობლემური საკითხების შესახებ, რომელშიც ხვებთან ერთად ფეროელთა 10%-იანი პრემირებისა და ხელფასის კორექტირების საკითხიც შედის. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ და იცით, პროგრამაში რამდენჯერმე გამეორებული ერთ-ერთი აქციონერის ბატონ რომან პიპიას გამოსვლა 35+10 მე თქვენ მოგიტანეთ, მეტი რაღა გინდათ, მეტი არ შეგვიძლია, მოგვიტანეს 35, მოგცეს მართლაც, მაგრამ მის მერე 10%, ესე იგი არაფრით არ გაგვიკეთეს. გვეუბნებიან, რომ ფული არ აგვაქვს. სულ იმას ამბობენ, ფული არ აგვაქვს. რადგან ამას ამბობენ, რომ ფული არ აგვაქვს, შესაბამისად ამ საკითხს არც იხილავენ, ვზივართ კომისიის ხდომაზე, დღეს განვიხილავთ, ხვალ განვიხილავთ, დღეს არ იხილება ეს საკითხი. ესე იგი, დღემდე არ წყდება პრემიერების 10%-იანი, მინიმალური 10%-იანი პრემიერების დებულების შექმნის საკითხი ფეროელებისათვის. და ამავე დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რომ დავждებოდით და სექტემბრის თვეში ჩვენ დავამთავრებდით ხელფასების კორექტირების საკითხს. ინფორმაციაში მითითებულია, რომ საკითხების დროში შესრულება კოლექტივების სტაბილურ მუშაობის გარანტია იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი 1 ნოემბერს დილის 8 საათზე ჭიათურასა და ზესტაფონში გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება, რომელიც შესაძლოა საყოველთაო გაფიცვაში გადაიზარდოს. ასევე პროფკავშირების გაერთიანების, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა დარგობრივი პროფკავშირის მსოფლიო კონფედერაციის, მეტალურგთა და მეშახტეთა მსოფლიო პროფკავშირებისა და ამერიკის პროფკავშირების კონფედერაციის მიერ დაიწყება საერთაშორისო კამპანია ჯორჯიან მანგანეზის მიერ დასაქმებულთა უფლებების დარღვევასთან და გაუსაძლის სამუშაო პირობებთან დაკავშირებით. წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე არჯევანიძე აწერს. არც ხელოვნება მარჯანიშვილის თეატრის გახმაურებული სპექტაკლი ამჯერად ზესტაფონის სცენაზე. საგაცრელო ჩვენებას დასი 1 ნოემბრისთვის გეგმავს. სპექტაკლის რეჟისურა თემურ ჩხეიძეს ეკუთვნის. სიუჟეტი სამი მეგობრის მიშა გომიაშვილის, ალეკო მახარობლიშვილის და ზურაბ ყიფშიძის ირგვლივ ვითარდება და მასში ორი მთავარი პრობლემაა წამოწეული.
მეგობრებს შორის გაუცხოება და მათი დამოკიდებულება თანამედროვე ხელოვნებისადმი. ვაცნობოთ ჩემი თეატრის მუდმივ მაყურებელს, რომელმაც შეიძინა აბონემენტი მთელი წლის, რომ 1 ნოემბერს უკვე ჩამოდის მარჯანიშვილის თეატრი არაჩვეულებრივი სპექტაკლით, თემურ ჩხეიძის არაჩვეულებრივი სპექტაკლით არტ ხელოვნება და კიდევ იქნება გადაფრთხილებული ეს ცნობილი თეატრებიდან გახმაურებული სპექტაკლების ჩამოტანა ზესტაფონის სცენაზე რამდენიმე თვის წინ ჩაეყარა საფუძველი. პირველი გასტროლით კი ზესტაფონს რუსთაველის თეატრი სტუმრობდა მარიამ სტიუარტით. საფეხბურთო კლუბმა ზესტაფონმა სატურნირო ცხრილის უშუალო კონკურენტის ზუგდიდის დამარცხება ლევან შარიქაძის ერთადერთი გოლის დახმარებით შეძლო. შეხვედრა დავით აბაშიძეზე შედგა. გამარჯვების გოლი ზესტაფონს მე-11 წუთზე შესწინა ლევან შარიქაძემ. სატურნირო ცხრილში თანაბარ პოზიციებს ახლა ჩიხურა და ზესტაფონი 17-17 ქულით ინაწილებენ. ზესტაფონს წინ 3 გასვლითი მატჩი ელოდება. 27 ოქტომბერს ის თბილისის დინამოს ესტუმრება.